გრავიოლას ყე, სიმსინეს ბუნებრივი მკვლელი, დიდი ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ არას. ამაზონის ჯუნგლების აბორიგენები საუკუნეების განმავლობაში იყენებენ გრავიოლას ყის ქერქს, ფოთლებს, ყვავილებს, ფესვებს, თესლებს, გულის სახსრების ასმის და მწრის დაავადებების შემთხვევაში. პირველი ოფიციალური კვლევა ჩატარდა 1957 წელს, თუმცა მასზე კვლევები მიმდინარეობდა 1940 წლიდან. ამჟამად მეცნიერებმა დაიწყეს გრავიოლას აქტიური ინგრედიენტების, კერძოდ აცეტინოგენის შესწავლა, რომელიც არის გრავიოლას ფოთლებში, ღეროში, ფესვებში. მათ გამოაქვეყნეს მონაცემები, რომ გრავიოლას ფოთლები იყო ეფექტური ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგ. პერდუის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ გრავიოლას ეფექტურად მოქმედებდა პროსტატის, ფილტვის და პანკრეასის კიბოს დროს. 1997 წელს პერდუის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაუწყეს საზოგადოებას, რომ გრავიოლას ფიტოქიმიური ნივთიერებები წარმატებით კლავდნენ იმ უჯრედებს, რომლებიც გადაურჩნენ ქიმიოთერაპიას. კვლევებმა აჩვენა, რომ საკვირველი ხის ექსტრაქტს შეუძლიათ შეებრძოლოს კიბოს ნატურალური ძალების გამოყენებით, ისე რომ არ გაანადგუროს ორგანიზმი. გრავიოლა იცავს იმუნურ სისტემას და იცავს პაციენტს სასიკვდილო ინფექციებისაგან. ამ ინფორმაციის წყარო მოდის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტებიდან. 1970 წლიდან გრავიოლას კვლევა ჩატარებული აქვს თითქმის 20 სამეცნიერო ლაბორატორიას. გრავიოლას ხის ექსტრაქტმა აჩვენა, რომ იგი ეფექტურად ებრძვიდა კლავს სიმსივნის 12 სახეობას, მათ შორის ნაწლავის, მკერდის, პროსტატის, ფილტვის და პანკრეასის კიბოს. დამტკიცებულია, რომ გრავიოლას ფიტონივთიერება აცეტოგენინი 10,000-ჯერ უფრო ძლიერია ადრიამიცინზე, მძლავრ ქიმიოთერაპიულ წამალზე. გრავიოლა გამოიყენება როგორც ბუნებრივი საშუალება გაციების, ხელების, საჭმლის მონელების, პრობლემების და მაღალი წნევის სამკურნალოდ ანდების, ამაზონის და კარიბის ადგილობრივ მოსახლეობებს შორის. გრავიოლას განსაცვიფრებელი ანტიკანცეროგენული თვისებები გამოკვლევა მიდის ინტენსიურად. მაშინ რატომ არ გაიგონიათ მის შესახებ? ერთ-ერთმა ამერიკელმა მილიარდერმა გადაწყვიტა შეექმნა კიბოს საწინააღმდეგო წამალი და თავის ყურადღებას შეაჩერა ლეგენდარული გრავიოლას ხეზე, რომელიც იზრდება ამაზონის წვიმიან ტყეებში. ჩაატარა რა მცირე ბიუჯეტიანი კვლევა გრავიოლას ანტისიმსივნური კვლევის შესახებ, კომპანია იყო შეკვირებული მისი შედეგებით. გრავიოლა აღმოჩნდა სიმსივნის საწინააღმდეგო დინამიტი, მაგრამ კომპანიას შეექმნა ერთი დიდი პრობლემა გრავიოლას ხესთან დაკავშირებით. გრავიოლა მთლიანად ნატურალური პროდუქტია და ფედერალური კანონის მიხედვით მისი დაპატენტება შეუძლებელია. ამის გამო დიდი მოგების მიღება ამ ხისგან შეუძლებელია. კომპანია დახარჯა თითქმის 7 წელი გრავიოლას ორი ყველაზე ძლიერი ანტიკანცეროგენული ინგრედიენტის სინთეზირებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მათ რომ შეძლებოდათ ხელოვნური სინთეზის გზით იმ ბუნებრივი ნივთიერებების მიღება, რომელიც გრავიოლას ხდის ასე ძლიერს, მაშინ შეიძლებოდათ ნივთიერების დაპატენტება და ჩადებული დიდი ფულის უკან ამოღება. ორიგინალური პროდუქტის მიღება ადვილად არ ხერხდება. კომპანიამ ვერ ნახა გზა მიიღო შემოსავალი და თუნდაც თავის ჩადებული დიდი რაოდენობის ფული დაიბრუნოს უკან. ამის გამო კომპანიამ შეწყვიტა კვლევები გრავიოლაზე და მისი მთლიანი პროექტი შემოდო თაროზე. პრესაში კი გრავიოლას შესახებ საიდუმლო გამოშვება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი წამოვიდა კომპანიიდან. ამჟამად ფედიას მიერ გრავიოლა დარეგისტრირებულია როგორც ხასიათის, ამამაკლებელი და იმუნური სისტემის დამწავი საშუალება. ამერიკის ნაციონალური აკადემია მხარს უჭერს პერდუის უნივერსიტეტის კვლევებს, რომელიც ამტკიცებს, რომ გრავიოლა კლავს კიბოს უჯრედებს. სამხრეთ კორეის კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევებმა დაამტკიცეს, რომ გრავიოლა სელექტიურად მოქმედებს ადამიანის უჯრედებზე და კლავს კიბოს უჯრედებს, ამასთან ავნებს ჯანმრთელ უჯრედებს. გრავიოლა ამჟამად გაყიდავშია კაფსულების, ჩაის და გამონაწილების სახით. ინტენსიურმა კვლევებმა ნათელი მოჰყინა გრავიოლას უზარმაზარ შესაძლებლობას, რომლებსაც დიდი ფარმაცევტული კომპანიები ასე გულმოდგინებით მალავდნენ.